კომუნიკატორის გადამღები ჯგუფი ქუთაისში მას შემდეგ მოხდა, რაც ეთერში არჩილ გეგენავას სკაიპის ზარი შევიდა. ქუთაისის მოქალაქე ეთერში მიმდინარე თემას ნაგვის გადამუშავება და დასუფთავებას გამოეხმაურა და საკუთარი ინიციატივა გაახმოვანა. ქუთაისში ჯაჭვის ხიდის ფერდობზე აქცია მოაწყო და აქტივისტებთან ერთად ტერიტორია დაასუფთავა. აქედან დაიწყო ჩვენი აქცია, ეს ნაწილი აქეთ ძირითადად დასუფთავებული იყო, რაღაცები კიდე ყრია და რაღაცები დაგვრჩა აქეთაც და მეორე სანაპიროზედაც. აგერ არიან ჩვენი მეგობრები, რომელთან ერთადაც გავაკეთეთ გიგა, თემო, შორენა. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ თაშველთა და მოგზაურთა კლუბ 11-ის წევრებს ამ ადგილის გავლა ყოველდღიურად უწევთ. უახლოეს 100 მეტრში მათი სავარჯიშო კედელია. ამბობენ, რომ მთელი 2 წლის მანძილზე მდინარე რიონის მიმდებარე ტერიტორიას აკვირდებოდნენ, სადაც ნაგვის რაოდენობა იზრდებოდა და იზრდებოდა. საკუპაცხოვრებო ნივთები ძალიან მატულობდა და ამის შემდეგ უკვე გადავწყვეტეთ, რომ მიგვექცია ყურადღება, დაგვესუფთავებია და გაგველამაზებია ჩვენი ქალაქი ოდნავ მაინც. ხედავს მოსახლეობა თუ ისევ ამატებს ნაგავს? ჯერჯერობით მე მგონი გამოიღო შედეგი, იმიტომ რომ ჩვენს მიერ დასუფთავებულ ტერიტორიაზე დღესდღეობით აღარ არის ნაგავი. აქედან ნამდვილად კარგად ჩანს ის ნაგავი, რაზეც ბიჭებმა იმუშავეს, ის ადგილი, სადაც დასუფთავებულია და ისიც, სადაც დაბინძურებულია. და всё, ეხლა მე უნდა დავეშვა, თორე ძალიან მეშინია უკვე. ჩვენი საქმე რაც იყო, რომ დაგველაგებია და დაგვისუფთავებია ტერიტორია და პროპაგანდა გაგვიწია იმის, რომ ჩვენ არ დავანაგვიანოთ ქუთაისის სუფთა იყოს და შევინარჩუნოთ ის ეკოლოგიურად სუფთა და მისაღები მარტო ჩვენთვის კი არა, ჩვენი სტუმრებისთვისაც, გავაკეთეთ, ასე ვთქვათ, 5-იანზე, 10-იანზე შევასრულეთ. აქცია Facebook-ის გვერდზე დადებული ფოტოებით დაიწყო და დაიგეგმა. გამოჩნდნენ აქტივისტები და მსურველები დაესუფთავებინათ საკუთარი ქალაქი. გვაერთიანებს ის, რომ ყველას გვაღელვებს ჩვენი გარემოს ბედი, ჩვენი ქალაქის და ქვეყნის. ამიტომ შევიკრიბეთ სტუდენტები, იმისთვის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა რაღაც წვლილი შევიტანოთ, რომ ცოტა გამოაუმჯობესოთ ჩვენი ყოფა და გარემო. აქტივისტების ინიციატივას გამოეხმაურა ქუთაისის სპეციალური სერვისების სამსახურიც. დაეხმარნენ ტექნიკით. მეორეს მხრივ კი ისარგებლეს და თაშველების სპეციალური უნარ-ჩვევებიც გამოიყენეს. გააკეთეს მობილიზაცია ახალგაზრდების დაგვინიშნეს დრო და ერთობლივად გავაკეთეთ ის ადგილები, რომელიც ჩვენი სამსახური ტექნიკურადაც ვერ გააკეთებდა. საერთოდ ასეთ ინიციატივას, ვინც დაიწყებს, პირობას ვაძლევთ, რომ ყველანაირად გვერდში დაუდგებით ჩვენ. უკვე დაგეგმილია, რომ ის ადგილები, რაც დაგვის ნუსხაში ჩასმული არ არის, დასუფთავდება. მსგავსი აქციების მიზანი კი ის არის, რომ საზოგადოებას დაუტოვონ მესიჯი, აღარ გააკეთონ ის, რასაც აქამდე აკეთებდნენ.